ბუჩმაზოვი. ჯიკი და კლუბი მემეტე. ამ კლუბის წარმომადგენლები შეეჯიბრებიან ერთმანეთს. პირველი რაუნდი. დაიწყო ბიჭებმა დისტანციის ძებნა. რატო პირდაპირ შეტევაზე გადავიდა. ატო აკონტროლებს ცენტრს. შვიდად დგას. რატიანი მიხვდა რომ ვერ მიწდებოდა და ბოლომდე არ გაშალა ხელი აი. ძალიან კარგი დაყვი. დებას არცდილობენ, მუხლებით აგზელებენ მუშაობას. აი ზედა ჩაკიდება სავარაუდოდ და შეეცდება დაკაჩოს. აი ბიჭები თითქოს უფრო ტაი კლინჩს იყენებენ ახლა. კი. რატიანი იდაყვით ცდილობდა დარტყმის განხორციელებას. საინტერესო ბრძოლა მიდის. ძალიან საინტერესო და დრამატული ბრძოლა. ეძებენ გასაგებად. პირველივე რაუნდში დაწაბეს ბიჭებმა კარგი შეტევა. საინტერესოა. ისევ კლინჩი მიდის მუშაობა. ახლო მანძილზე არც ერთ წამს არ თმობენ ბიჭები, რაც დაყვი. კი. ჯაჯერობი თანაბარი ბრძოლა მიდის, მაგრამ პირველად მუშაობს მაინც. რატო? ამასაც ალბათ აქცევენ საჭირო ყურადღებას. რატო აწვება? კი. უნდა აღინიშნოს რატიანის კარგი ჭკვიანი მეორე ნომრის პოზიციაც smart defense-ში დგას. და საკმაოდ საიში დარტყმებიც განახორციელა იდაყვებით. შეაჩახეს ბიჭებმა. ძალიან კარგი დარტყმა, ძლიერი, იგრძნო. მაგრამ ძალიან ახლოს არის მაინც იდაყვი მაგდან გამომდინარე. აი დება გამოსვლა გაუკეთა ისეთი არაფერი. წინ მიიწევს აფსანძე. კიდევ მაიგერი. აი თათო გაბრაზდა აშკარად რომ კიდევა გაუკეთა. ლოუ-კიკი. ძლიერი დარტყმები. ახლა პასუხი გასცა რატიანმა. კარგი დარტყმები. სკანდირებს გულშემატკივარი მებრძოლების სახელებს. საინტერესო ბრძოლა მიდის ახლო კლინჩიდან ვერაფერს ვერ შევია. სავარაუდოდ საინტერესო ახლა ხვიჩი გადავიდა. აფსანძე კარგი იყო ისევ. შეიძლება ყველაფერი დასრულდეს. არა. საზარდულში იმედია გამეორებაზე. ათმა გამეორება. ვიხილავთ რა მოხდა სინამდვილეში. საზარდულში მოხდა საზარდულში. გამიზულოთ არა თქმა უნდა მაყურებელს გადავცემოთ ჩვენ განსხვავებული ბაცვია ის პრობლემა არის უბრალოდ მაინც კიდეულია თითქოს ვიძში გაატარა რატიანმა რამდენიმე დარტყმა ამოასუნთქებენ ხოლო წამებია დარჩენილი განახდა ბრძოლა ისევ პირველად მუშაობს აფსანძე გადასულდა პირველი ძალიან საინტერესო რაუნდი იყო კარგი გაცვლები დება აი რაც შეეხება ღვიძლში დარტყმას პირდაპირ წავიდა მოტყევით როცა სულყო შეიძლება დაესვა მაგრამ ძალიან კარგად წავიდა ღვიძლისკენ მაგრამ კარგად გადართო ტანი ახლა დაყვი ახლა გამოჩნდება მეორებაზე რა ხდება სნობილეში. ძლიერად უთავს, კი, მაგარი პირველად მუშაობს. ჯეჯერობით ვერ მომხარ მის სისწრაფეს და დარტყმებს გასაგები. ეთერმა კუთხე. აი ძალიან კარგი. კარგად უთავს ამას. არცხედა პირდაპირი. დაიჭირეს. იწყება მეორე რაუნდი მეგობრებო. საკმაოდ საინტერესო პირველი რაუნდი იყო. აჩვენეს ამ საბრძოლო ხელოვნების სრული სიღრმეზე. მეორე რაუნდში გადავიდით უკვე. რატიანი კარგი მარცხენა. აი ახლო კლინჩია რაც ნაკლებად
კარგი არის მუშაობისთვის, იმიტომ რომ ახლო კლინჩიდან ჯერ დისტანცია და შემდეგ დარტყმა უნდა გააკეთო. ახლა იდაკვი. ზუსტად ეგრე. იდაკვის მცდელობა ტატოს მხრიდან. კრივში აშკარად დიდი უპირატესობა აქვს. აფსანძეს ახლა დებას გააკეთა. სწორად მოიქცა იგზნო, მაგრამ არ უკუთხეობა, არ გინდა გდება. სწორსაც ეუნება, იმიტომ რომ ახლა მუხლები. თითი მოხდა, მაგრამ აგზელებს. თითი მოხდა სავარაუდოდ. არ უნდა გდება, როდესაც იგიძლია იმუშაოს გონში, კუთხეც ეუნება, რომ ნება არ უნდა ბაკური დება არანაირად შემთხვევაში. რატიანმა ასხი გასა მარცხენა ფეხით შეიძლება დებაზე ფიქრიც ჩემს გააშველებს ახლო კლინჩია დროის დაყვანა უფრო არის ვიდრე აქტიური მუშაობა. აია არ გინდა შეკვლა და გდებაო, უძახიან კუთხეში ემუშავეო. აი, კარგად მიყავს, აი ბეჭი. კი, ბეჭიდაც. ძალიან კარგი დარტყმა გაუკეთა. კაცლები წუთნახევარი დარჩა. შეიძლება კიდევ მოიმუშაოს. ახლა დაღესტანიან ჰენკაპ ააშველებს უკვე. წინჩი გადაიყვანს. ჩემი აზრით არ უნდა შევიდეს კლინჩი. თუ შევა კლინჩი. სტილო ბარატიანი გამწოვებინა დაცვა, თუმცა უშედეგოდ. მაგრამ ბრძოლა მიყავს. დაღლილს არ ჩანან ბიჭები. ალბათ მესამე რაუნდი იქნება ძალიან საინტერესო ამ ბრძოლაში. კარგი გაცვლები. გაცდილობს რატიანი დაკვების გამოყენებას კარგი მუხლი. ხო, არ უნდა შევიდეს რა. არ არის საჭირო შევიდეს. თავისუფლად შეუძლია საშუალო დისტანციიდან ეჭხუბოს. ააშველებს, რა თქმა უნდა, ბოლო 10 წამია დარჩენილი. ძალიან კარგი მარჯვენა. ძლიერი დარტყმები ტატო ამთავრებს ამ რაუნდს. წაიღო ეს რაუნდი. ტატო აფსანძე. დაღლა არცეთ არ ეთქობა, ეხა ისეთი რომ ფიაზე ვერ დგებოდეს. მაგრამ მესამე რაუნდი ჩემი აზრით ბევრამეს ვიტყვის. გამოასწორებს თუ არა შეცდომებს თითელი კუთხე. სულბალი გადახდება მესამე რაუნდი, ძალიან ბევრი რამის გადაწყვეტს ეს რაუნდი, ბოლომდე დაიხარჯებიან ბრძოლები. პირველ რაუნდს ვიცემდი ტატოს, შავჩოხას, ალბათ ამას კუთხე ცხრობა. ახლა თუ წავა რატიანი ვაბანგზე და ბოლომდე თუ ჩადებს ყველაფერს ფარიდან ფარზე. მესამე რაუნდი დაიწყო, კი, დაიწყო ალბათ. კარგი. დაუნი. ვერ გაუკეთა. აი ნახე თუ მისცემენ თუ არ მისცემენ. არა, ვერ მიცემ, ვერ გაუკეთა. დაიწყო ცენტრი. დაიცვა თავი და მეორე კარგი ორიანი. ძლიერად. ვერ ნახულობს. ვერ ნახულობს კი. ახლოსში უკვე ძალიან ახლო კლინჩს თავაზობს. და საკმაოდ რთულია ახლოდან. გამართული დგომით ბიჭო მონახო ან ანუ ძალიან ახლო ტექდაუნი გააკეთო, ვერც იდაყვებს ვერ ჩართავ, ამიტომ ცოტა მოსაწყენი ხდება ხოლმე, როდესაც ბრძოლაში ამდენი ახლო კლინჩია. ატოს დამუშავებული აქვს შორი დგომი, დარტყმები და ახლო კლინჩი ისე შეკრა, რომ დარტყმები არ მიიღოს. თუ რამეს ვერ დაინახავს
ახლა კარგი ორიანი ძლიერი დარტყმები, აი კიდე ერთი ძლიერი დარტყმა. ახლა შეახვედრა, თუმცა არ იყო იმდენად ძლიერი რომ ზიანი მიიღო აფსანძეს. ისევ ახლა კლინჩი ცდილობს კისრის აღებას. დების გარეშე. ახლა არ უნდა მოყვეს მუხლებში. აი ჩავარდა. სწორად მოიქცა, უნდა ჩავარდნილიყო აქ, სხვა გზა არ არის. ხდება. ახლა კარგი მარცხენა. აი ძლიერად მუშაობს დისტანციაზე, ჩემი აზრით შეკრები არ ჭირდება, ალბათ ძლიერი პოლოცუთი დარტყმები, დარტყმების შესრულებით. კიდევ ერთი ხდება საპირებს. ჩავარდა, შავი ჩოხა. ჩემი აზრით ტატოს არ ჭირდება ეს გდებები და 40 წამი დარჩა. 40 წამი დარჩა და ნუ იღლის თავს. დისტანციაზე უნდა ემუშაოს. კარგია. არც უნდა შეეკრას ჩემი აზრით. კარგი ბრძოლა მიდის. ისევ ტატო აფსანძე შავი ჩოხა და რატიანმა ჩემი აზრით ცოტა უფრო უნდა გაართულოს ან გაცვლებში შევიდეს, რაღაც 20 წამი დარჩა. თუ უნდა რომ გამარჯვება ეს ახლო დგომი და კლინჩი შედეგს არ გამოიღებს. ფაქტურა 10 წამიანი ჩაირთო და გამოუვარდა. 10 წამია დარჩენილი და დასრულდა. რიგით მერვე ორთა ბრძოლა მამბე 6-ზე. საკმაოდ საინტერესო შეიკავა თავი და აქ კიდე მოაიტაი სტილის ბრძოლა ვიხილე თვითრი აქამდე. ორმაგი გდება, გამოიყენა მის მხარეს. ზედან მოიზემოდა მოიქცა მაინც. ძალიან ძლიერი, აი ხოხითხარი, აი ძალიან ძლიერი ბრძოლა იყო. ტატომ შვიდად დისტანციაზე, ახლო დისტანციაში, ახლო კლინჩით ეს ბრძოლა გაიარა, ესე რომ ვთქვათ, კარგი ბრძოლით რა. მესტოკესაც ჰქონდა შანსები, აქაც ჰქონდა შანსები, მაგრამ გადააგურა ეს ბრძოლაში გაიმარჯვა. გალბატონებო, დააჯილდოვებს კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონი დავით ქირია და საჩუქრებს გადასცემენ ოლ სტაილისა და შავდიას წარმომადგენლები. მას ასე საჭთა გადაწყვეტილებით ბრძოლაში გამარჯვებულია მებრძოლი შავი ჩოხით ტატო აფსანძე.